Salmebit madloba თქვენი დროისთვის რომელ სოფელში იმყოფებით კონკრეტულად რომ გითხრათ და თვითონ არაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ვარ, ამ დროს მოვედი სოფელი ლაშიდან. კი ბატონო. კი, ეს არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც საყურადღებოა, ხომ ვითარებას სხვა ოცივი ადმინისტრაციული ერთეული არის საყურადღებო. ფაქტიურად თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან დიდი უყრინალეთი მოვიდა თოვლის სახით და ყველგან პრობლემა არის უგზოობა, ზოგ სოფლებში ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე არის პრობლემები მაგალითად ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში. სადაც ორი ადამიანი გიორგი გრიგოლ ბერაძე და ტარიელ ხეცაძე ჩარჩენილები არიან სოფლის მოშორებით დაახლოებით 6-7 კილომეტრში. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი რამ, რომ როდესაც მოსახლეობა მიმართა თვითმარქვია ხელისუფლებას, რომ დახმარების სახით რომ ეს ხალხი გამოეყვანათ აი ამ მიდამოებიდან არაფერი ჩაოლებრივად მოусმინეს ხალხს და წავიდნენ იქიდან ვეთფენი არ აქვს ვეთფენი ჩვენი ვერ დაждდება თოვლზე და მიატოვეს ეს ხალხი თვითონ მოსახლეობამ აბსოლუტურად ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში გააკეთეს ჯგუფი და 2 დღეა წვალობს ხალხი აი ახლა უკვე დაახლოებით 1.5 საათში უკვე მივლენ ადგილზე რომ ის ხალხი გაანთავისუფლონ და წამოიყვანოს სოფელში. აი ესეთი მდგომარეობა არის. თითქოს გზები ითოვლება, მე როგორ გითხრათ, ახლა გზების გათოვლა მე ვიცი რომ ტრაქტორით ჩაოლებრივად უნდა გათოვლონ გზები ეგეწოდებული დანით, სადაც ფაქტიურად ეს არ ხდება. ზემოდან ატარებენ ტრაქტორს, თითქოს გათოვლილი არის. მაგალითად, შემიძლია რომ მოგიყვანოთ მაგალითი ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში სთერბაისი არის ესეთი სოფელი, სადაც არევაძია გვარად ის ადამიანი, სადაც იძახოდნენ რომ ჩვენ გავთოვლეთ გზა ვახანში. ვახანში თუ გათოვლე გზა, რატომ მოგიხდა მაშინ შენი გათოვლილი გზიდან ტრაქტორით ჩამოყვანა იმ ავადმყოფის და გადაყვანა სტაციონარში შემდეგ. სადაც ფაქტიურად ავტომანქანები ვერ მოძრაობენ. სასწრაფო ალბათ 10 გამოძახებიდან ახლომდებარე ადგილზე თუ მივა კი ბატონო, თორნიკე, სოფელ ხიდარზე რის თქმა შეგიძლიათ. ამ სოფელში 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დილიდან, როგორც ცნობილია. წყემსებზეა ხო საუბარი, თქვენ გაიცით 2 ენი დაახლოებით 4-5 დღე არის უკვე შემორჩენილები არიან იმ ადგილზე, სადაც ეხლა მიდიან უკვე ეს ხალხი ამ ხალხის გამოსაყვანად. ანუ 2 მათგანის კოორდინატი არსებობს, მაგრამ მესამეს ეძებდნენ კოჩაძეს, ხომ არ იცით რაიმე ახალი კოორდინატები ამათი, სადაც ფაქტიურად თვითონ მოსახლეობამ შექმნა ჯგუფი სოფელ ხიდარში და 2 დღეა თოვლი მიდიან ესე ეგრეთ წოდებული ლაფათები და თოვლიან გზას რომ მივიდნენ დანიშნულ ადგილზე. ერთი 9 საათის წინ უკავშირდებოდი ერთ-ერთ მათგანს და უკვე ტელეფონი აღარ იჭერდა იმ ადგილებში არ იჭერს ტელეფონს და ალბათ უკვე 15 საათში 15 საათში უკვე დანიშნულ ადგილზე მივიდნენ ისინი, სადაც ეს ხალხი იმყოფება. კი ბატონო, 3 მეტრიან თოვლზე არის საუბარი, ხო, მაგ ადგილზე როგორც ვიცით, საკმაოდ მაღალი ადგილია, ამიტომაც ადგილობრივებს გაუჭირდათ, როგორც ცნობილია, 2 კილომეტრის 2 დღეა ეს ხალხი თოვლის გზას და მიიწევენ ისე 2 დღის განმავლობაში წინ. დაახლოებით 6 კილომეტრის სიგრძის გზის გათოვლას მოუნდნენ დაახლოებით 2 დღე რა. ეხლა ჯერ მიუსრულებიც იქნებიან, ჯერ არ იქნებიან მისულები იქ დანიშნულად. ხო, მან დრონები მუშაობს, გეცოდინებათ თქვენ თორნიკე, სამაშველო ოპერაცია მიდის ადგილზე და სწორედ მათ შეძლეს 2 ადამიანის კოორდინატის მოძიება. კი ბატონო, ეს არის გრიგოლ ბერაძე და ეს არის ტარიელი არის კიდე ხიდრის მაცხოვრებელი. კი ბატონო, ტარიელ ხეცაძე. მე ვთქვათ რომ ერთი რამ შემიძლია გითხრათ რომ ყოვლად მოუმზადებელი შეხვდა მუნიციპალიტეტი ამ ნალექს აბსოლუტურად მერია არ ვიცი რა გითხრათ ეხლა წინასწარ იცოდნენ მათმა რომ 4 დღე ადრე იცოდნენ რომ უხინალე იქნებოდა არანაირი მომზადება მათ არ ეთყობათ
ესე შემიძლია გითხრათ რომ ფაქტიურად მე უსმენდი გუშინ ერთ-ერთი საკრებულოს წევრის რომ 20 მილიონ ლარს ისინი არ გადაყრიდნენ მოსახლეობიდან გამომდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 მილიონის გადაყრაც არ უნდათ. აქ იყო შექმნილი მერიასთან და მერიის დაქვემდებარების ქვეშ ყოფის შეპესე 2011 სადაც თავმოყრილი იყო მუნიციპალური ტრაქტორები, გრეიდერი და ტრაქტორები. ანუ ეფექტურად გამოყენებაზე არის საუბარი თქვენ შემთხვევაში. ეფექტურად გამოყენებაზე დაყიდეს ეს ტრაქტორები აბსოლუტურად ყველაფერი გააპარტახეს ყველაფერი დიდი კორუფცია ბზინვარებდა აი ამ იმაში რა ქვია შეპესეში. თქვენ წარმოიდგინეთ გრეიდერი ყავდა მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტს ყავდა მუნიციპალიტეტს კი არ ყავდა თვითონ პიროვნებას ყავდა გაქირავებული ეს გრეიდერი და ფაქტიურად გამოსული არის უკვე მწყობრიდან ბიუჯეტში თანხა არ აქვს შემოტანილი პირდაპირ ჯიბეში იდედნენ ამ თანხას და ფაქტიურად დაშლილი არის ახლა ეს გრეიდერიც აღარ მუშაობს. დიდი მადლობა თორნიკე, დაგემშვიდობებით ხარაგაულიდან თორნიკე ავალიშვილი საუბრობდა